მიზანი უნდა იყოს, რომ გავიგოთ რა არის სიყვარული. სიყვარული არის ძალა, რასაც ადამიანი მიყავს გაცნობიერებამდე. ჩვენ იმისთვის არა ვართ მოსული, რომ დაცული პოზიცია გქონდეთ, ან ვინმეს თავი მოვაწონოთ. რაც დღევანდელ თანამედროვე ურთიერთობებში, თუნდაც დედაშვილურ, თუნდაც პარტნიორულ, თუნდაც შვილების, მშობლების ურთიერთობებში იკვეთება ეს ძალიან ცუდი ტენდენციები. ამ დროს იმხელა სტრესი ხდება ბავშვში, რომ ეს სტრესი აღემატება ომიდან ჩამოსული ჯარისკაცის პოსტ-დრამატულ სტრესს. არასწორი პარტნიორის არჩევა, ანუ შენ იძარცვები ემოციურად. როცა ჩვენ პერფორმენსს სისტემატიურად ვაკეთებ და ვერ ვჩერდებით და ამ დროს შენ ძარცვავ საკუთარ თავს, არ შეიძლება სულ საუბრობდე. უნდა შესაბამისი გაჩუმებაც ხდებოდეს. და გაცნობიერება ყოველთვის იწყება ოჯახიდან. გულის შუა ადგილი, რომელიც ფაქტიურად საზღვარია დაბალ ემოციებსა და უმაღლეს ემოციებს შორის. შენ ამ ემოციას ეძებს სხვაგან, ამ კმაყოფილებას ეძებს სხვაგან, სიმშვიდეს ეძებს სხვაგან. ეგ არის გარანტია საკუთარი თავის დაკარგვის და აცდენა ჭეშმარიტების გზიდან. და როცა ადამიანი საკუთარ თავს შველის, მერე შველის სხვებსაც და გარე სამყაროსაც.